საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოამზადა დოკუმენტირების ანგარიში, რომელიც აანალიზებს ადამიანის უფლებების დარღვევის იმ პრაქტიკებს, რასაც ადგილი ჰქონდა ნოემბრიდან მოყოლებული დღემდე. ამ ანგარიშის წერის პროცესში 11 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული. ეს დოკუმენტი აერთიანებს ინტერვიუების შედეგად ამოღებულ ინფორმაციას, როდესაც უშუალოდ მსხვერპლებთან ან სხვა პირებთან, რომლებსაც ჰქონდათ ეს ინფორმაცია, ჩატარდა დეტალური ინტერვიუ და აი ამ ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა დარღვევის სხვადასხვა ძირითადი მახასიათებელი, რომელიც საბოლოოდ დაისახა ანგარიშში. გამოკითხულ პირთაგან 78% უთითებს, რომ ისინი დემონსტრაციების დროს გახდნენ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაც გამოიხატა მათ წამებაში, დამამცირებელ არაადამიანურ მოპყრობაში. საინტერესო არის ასევე ის ფაქტი, რომ ამ პირებიდან ასევე 88% დამატებით მიუთითებს, რომ ასეთი მოპყრობის დროს ისინი ასევე იყვნენ დაკავებული საპოლიციო ძალების მიერ. სისტემურობა დგინდება იმით, რომ ბრძანება იყო გაცემული, ეს ამაზე მიუთითებს ის, რომ განსხვავებულ ადგილებში, განსხვავებულ დღეებში, განსხვავებული ნიღბიანი პირები იდენტურ დანაშაულს ჩადიოდნენ იდენტური მეთოდებით. ძალიან ინტენსიური და სასტიკი იყო ამ ადამიანებისადმი მოპყრობა, აი გროტესკულთან მიახლოებული. ეს არ იყო მხოლოდ თქვა ინდივიდუალური წამება, არამედ ადამიანები ავტომატურად სხვების წამებას ესწრებოდნენ. რიგ შემთხვევებში ისინი აღწერენ, რომ მათი მთავარი, ასე ვთქვათ, აი ეს ღამის კოშმარები, რაც ესიზმრებათ, ის შემოჭრილი აზრები, რაც არის სხვების წამების დასწრება. თვალიდან ვერ ამოაქვთ, ერთი ამბობს, რომ ცხვირი მოგლეჯილი ადამიანი, მეორე სისხლის გუბეები იდგა. სისხლზე ლაპარაკობს, აი 117 ინტერვიუდან ამოდის, ასე ვთქვათ, კანონზომიერებად სისხლის გემო, სისხლის სუნიტო, სულ სისხლში იყო ეს სატრანსპორტო საშუალებები. ლაპარაკობენ, ბევრს ჰქონდა განცდა, რომ მოკვდებოდნენ, ამ დროს სიკვდილის განცდა ჰქონდათ, რომ ვერ გადაურჩებოდნენ აი ამდენ ცემას, ამდენ სისასტიკეს. ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ თავი უნდა შეეკავებინათ, რომ სადაც განსაკუთრებით ტკიოდათ, ის არ დაეფარებინათ ის ნაწილები, იმიტომ რომ კიდევ უფრო გამეტებით ურწყავდნენ იმ ნაწილებში. ადამიანები საუბრობდნენ, რომ ხელზე წიწაკის სპრეებს ასხავდნენ, რომ სახე არ აეფარებინათ. დაბმულ ადამიანებს, დაბმულ ხელებზე ახტებოდნენ, ასე ვთქვათ, ფეხებით, სპეცნაზნელები. იყო გაუპატიურების მუქარები, და ხა არ აღწერა სიტყვებით ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. ოჯახის წევრების გაუპატიურების მუქარები იყო. დღემდე აი ამ ტერორში ცხოვრობენ, ეს მათთვის არ დასრულდა, წარსული არ არის, მუდმივი აწმო არის ის წამების გამოცდილება მათთვის. საგანგაშოა ის, რომ არც ერთ ამ ფაქტზე გამოძიებას შედეგი არ დაუდია და არც ერთი პირი პასუხისგებაში მიცემული არ არის, იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულებები ნათლად ავლენს მათ შორის მეთაურის პასუხისგებლობის საკითხს. არ არსებობდა საფუძველი, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაეშალა აქცია, მით უმეტეს იმ მეთოდებით და იმ არაპროპორციული ძალებით, რომელსაც ის იყენებდა. განსაკუთრებული გამოწვევაა, ეს არის თვითონ სამართალდამცავი ორგანოების ქცევა. პირველ რიგში ის განზრახვა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს როგორც ინსტიტუციას ჰქონდა, რომ დაემალა თითოეული მისი თანამშრომლის ვინაობა. საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავები აქტიურად იყენებდნენ, არაპროპორციულად იყენებდნენ და მიზანმიმართულად იყენებდნენ მათ შორის უცნობ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც გავლენა ჰქონდა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ჩვენ გვქონდა ინტერვიუები ამ ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დემონსტრაციებში და რომლებმაც უშუალოდ განიცადეს ის მძიმე შედეგები, რაც გამოიწვია ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ და ისინი საუბრობდნენ იმ სიმპტომებზე, რაც მათ განუვითარდათ. ეს იყო მაგალითად კანის, თვალების ძლიერი წვა, სასუნთქი გზების ანთება, ალერგიული რეაქციების განვითარება, მხედველობის დროებითი შეზღუდვა. საინტერესო იყო ასევე თავად აი ამ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ტაქტიკაც. იყო შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავები აქცევდნენ დემონსტრანტებს და სწორედ ამის შემდეგ ხდებოდა მათ შორის გაზის კაფსულების მიზანმიმართული გამოყენება, რასაც ძალიან უარყოფითი შედეგი ჰქონდა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამის გამო, რომელსაც სახეში მოხვდა გაზის კაფსულა, იმყოფებოდა ხელოვნურ კომაში და მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გამოვიდა. 2019 თბილისის 11 საუკუნეში, 19 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 საუკ
არაერთი ბავშვი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იქნა დარბეული, დასჯილი და ნაწამები მათი გამოხატვის თავისუფლების გამო. ხელისუფლებამ არ დაინდო ისინი და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ბავშვებს, ესხმოდნენ მათ თავს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, აყენებდნენ მრავლობით დაზიანებას, დასცინოდნენ, ეპყრობოდნენ არაადამიანურად, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამოხატავდნენ თავის თავისუფალებას და ერთ-ერთი ცუდი რამ, რაც გამოვლინდა ანგარიშის შედეგად არის ის, რომ სასამართლო მისცა სივრცე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომ ესეთი დარბეული, ესეთი ნაწამები ადამიანები სასამართლოში დაეჯარიმებინათ. იმის ნაცვლად, რომ სასამართლოს დაესვა კითხვები, ან მიექცია ყურადღება ადვოკატების ლეგიტიმურ კითხვებზე და პროტესტებზე, რომ ეს ხალხი რეალურად უფლებადამრღვევი კი არა, ნაწამები და დაზიანებული იყო, სასამართლო უგულებელყოფდა ამ მდგომარეობას, უგულებელყოფდა მათ შორის სამედიცინო დასკვნებს, ვიდეო მტკიცებულებებს, მოწმეების ჩვენებებს, ხილულ დაზიანებებს და სასამართლო მიიჩნევდა ხალხს სამართალ დამრღვევებად, რომლებიც მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ იყვნენ ნაწამები მათი გამოხატვის თავისუფლების გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო და შინაგან საქმეთა სამინისტრო შეხმაწყობილად მუშაობდნენ იმისთვის, რომ შეეზღუდათ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება და დაესაჯათ ისინი ამის გამო. ადამიანებს იტაცებდნენ სახლებიდან, საკუთარი ეზოებიდან და ამ ადამიანების შესახებ საათობის განმავლობაში არ იცოდა არც მათმა ადვოკატმა, არც მათმა ოჯახის წევრებმა და შემდეგ ვიგებდით, რომ ეს ადამიანები იყვნენ თურმე ადმინისტრაციულ წესით დაკავებული. მეორე შემთხვევა ეს იყო პირადი ოფისებისა და პირადი სახლების ჩხრეკვა, რომელშიც მათ ამოიღეს ყოველ დაუსაბუთებლად მნიშვნელოვანი ტექნიკა, რომელიც ბევრი ინფორმაციის მატარებელია, ეს ტექნიკა დღემდე რჩება მათ მფლობელობაში, რაც ერთი რომ აფერხებს მათ საქმიანობას და მეორე შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეს, რომ ამ ტექნიკაში არსებული ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის და ეს ვერ იქნება ვერანაირად დასაბუთებული. და მესამე შემთხვევა ეს იყო შემთხვევები, როდესაც დაკავებულ ადამიანებს უკანონოდ ართმევდნენ მათ პირად საკუთრებას, მაგალითად მობილურ ტელეფონებს, სხვა ძვირადღირებულ ნივთებს. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა მიაკვლიეს მათ მობილურ ტელეფონებს სპეციალური მოწყობილობებით, რომელიც ზოგიერთი იყო მაგალითად GDD-ს ბაზაზე, ზოგიერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე, ზოგიერთი პოლიციელის თუ სპეცრაზმელის კერძო სახლში, მაგრამ შედეგობრივად სამწუხაროდ არანაირი რეაგირება არ ქონია შესაბამის ორგანოებს. აქციების საწყის ეტაპზე იკვეთებოდა დაუსაბუთებელი და თვითნებური ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა, რასაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ ჩაეხშოთ საპროტესტო მუხტი და დაესაჯათ ადამიანები მასში მონაწილეობისთვის. მასშტაბი დაახლოებით შეიძლება ვთქვათ, რომ ადმინისტრაციული სამართალდამცავთა ოქმი შედგა პროტესტის საწყის ეტაპზე თებერვლის თვის ჩათვლით 1000-ზე მეტ შემთხვევაში და დაახლოებით 500 ადამიანი იყო დაკავებული. ხშირ შემთხვევაში ის პიროვნება, რომელიც მითითებული იყო დამკავებლად, თავად არ იმყოფებოდა საპროტესტო ადგილზე და მას გადასცეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დაკავებული პირები და მათ განახორციელეს მხოლოდ მათი ტრანსპორტირება, თუმცა დაკავების ოქმებში ეს ადამიანები დამკავებლად არიან მითითებული. დაკავები ხდებოდა როგორც საპროტესტო აქციის ადგილზე, ისე მისგან მოშორებით, მაშინ როცა ადამიანები საპროტესტო ადგილს ტოვებდნენ და ჰქონდა შემთხვევა, როცა ადამიანები დააკავებს საპროტესტო ადგილისგან მოშორებით, როგორიცაა ქალაქის სხვა წერტილში, მათ საცხოვრებელ სახლთან, სამუშაო ადგილთან, რაც არსებითად წარმოადგენს ადმინისტრაციული დაკავების სტანდარტის დარღვევას, როგორც საერთაშორისო სტანდარტის დონეზე, ისე ადგილობრივი კანონმდებლობის დონეზე. პროცესები იყო კონვეიერული ხასიათის, ძირითადად გამოიყენებოდა დისპროპორციული სანქციები, აგრეთვე პრობლემური იყო ის გარემოებაც, რომ მაგალითად ხშირ შემთხვევაში პირების პასუხისგებაში მიცემა ხდებოდა ცრუმოწმე პოლიციელების ჩვენების საფუძველზე, არ იყო სხვა ანუ ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მათ ჩვენებას. ხშირ შემთხვევაში ვიდეო კადრები, რომელიც ასე ვთქვათ გამოყენებული იყო პროცესზე, იყო აქციის ზოგადი კადრები, ან შეხლა შემოხლის კადრები, სადაც საერთოდ არ ჩანდა მაგალითად პასუხისგებაში მიცემული პირი. და ეს ყველაფერი ნათად მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო იყო ჩვეულებრივი რეპრესიის ინსტრუმენტი და ახორციელებდა არასამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.
Სამართალში აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლის მიმართულებით ბრალი წარუდგინა მთელი პროტესტის მანძილზე 64-მდე პირს და ამ პირების საქმეებს თუ დააკვირდებით სასამართლოში, აღმოაჩენთ, რომ მათ სისხლის სამართლის საქმეებში მაღალია პოლიტიკური მდგენელი. ამის საპირწონედ საქართველოს პროკურატურამ ვერც ერთი პირი ვერ გამოკვეთა, რომლებიც ახორციელებდნენ ქვეყანაში სისტემურ წამებებს და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს უწყებები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად და მათ ნებას არ წარმოადგენს ამგვარი დანაშაულისთვის ვინმეს ბრალდება. 2024 წლის დეკემბრიდან განსაკუთრებით ქართული ოცნება თავის საკანონმდებლო ძალაუფლებებს აქტიურად იყენებდა ბოროტად, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებების შესაზღუდად. სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა ახალი ნორმები, მუხლები, რომლებიც ახდენდა პროტესტთან დაკავშირებული ქმედების ეფექტურ კრიმინალიზებას, მაგალითად თებერვალში, როდესაც ფაქტობრივად მოხდა მაგისტრალებზე საპროტესტო აქციის ჩატარების კრიმინალიზება, სწორედ მაშინ, როდესაც ასეთი საპროტესტო აქცია იგეგმებოდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები, როგორც ფინანსური სანქციები, ასევე ადმინისტრაციული დაკავების ვადა 60 დღემდე გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს სანქციების ზრდა შეეხო სწორედ ისეთ მუხლებს, რომლებიც საპროტესტო გამოხატვასთან არის კავშირში. სანქციების ასეთი მნიშვნელოვანი არაპროპორციული ზრდა ნებისმიერ შემთხვევაში შეუთავსებელი არის ადამიანის უფლებებთან და კონკრეტულად პროპორციულობის პრინციპთან და ის მიზნად ისახავს არა აღდგენას მართლწესრიგის სამართლიანობის, არამედ ადამიანების ფინანსურ დასჯას პროტესტში მონაწილეობისთვის და ეს მათ შორის გააკრიტიკა როგორც ვენეციის კომისიამ, ასევე ოდირმა. Ჩვენი ნაწილი ეხება პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელიც განხორციელდა საჯარო სამსახურში 2024 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში და ეს რეპრესიები განაპირობა ასევე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერამ, რომელზეც ხელი მოწერა სხვადასხვა უწყების თანამშრომელმა. თავდაპირველად რეპრესიები დაიწყო არა გათავისუფლებით, არამედ უშუალოდ ამ ხალხთან ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებით, რომ უკან წაეღოთ თავიანთი ხელმოწერა, თუმცა მას შემდეგ, რაც დასაქმებულების უმრავლესობამ აღნიშნულზე თანხმობა არ განაცხადა, ისინი გაათავისუფლეს სხვადასხვა მოტივით სამსახურიდან. აღსანიშნავია მიზანმიმართული ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ იდენტიფიცირება ჟურნალისტებზე აქვს საუბარი, რომლებიც ან ჩაფხუტით, ან ჟილეტით, ან მიკროფონით და კამერით იყვნენ იდენტიფიცირებულები. მეორე საკითხი გახლავთ ერთი მხრივ არაფორმალური დაჯგუფებების მხრიდან ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ და მეორე მხრივ მედიის წარმომადგენლების უკანონო დაკავება და არაფორმალური დაჯგუფებების მხრიდან მედიის მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოუძიებლობა. სისტემურ დანაშაულებს ერთი მთავარი რაც აერთიანებს არის მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული ქმედება, სადაც ჟურნალისტებს უბრალოდ არ ქონდათ საშუალება ერთი მხრივ სათანადოდ გაეშუქებინათ ის მოვლენები, რაც მაშინ ხორციელდებოდა და მეორე მხრივ ისინი ხდებოდნენ სრულიად არათანაბარი ძალადობის მსხვერპლი და მათი საქმიანობაში ხელშეშლა გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით. ეს იყო როგორც უშუალოდ გადაადგილების მიმართულებით ხელის შეშლა, ისე იყო მათ მიმართ ვერბალური ძალადობა, სპეციალური საშუალებების გაზის მომწამლავი აირის და სხვადასხვა საშუალებების ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული გამოყენება, რაც მათ აძლევდათ იმის საშუალებას, რომ პრევენცია მოეხდინათ იმის, რომ ჟურნალისტებს რეალურად გაეშუქებინათ, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე იმ პერიოდში. ამის მიუხედავად ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად მაინც ახერხებდნენ ამის გაშუქებას და ჩვენ თითქმის უმრავლეს შემთხვევაში ნანახი გვაქვს კადრებიც კი იმ უმძიმესი ძალადობის, რომელიც შეიძლება მკვლელობის მცდელობასაც კი უტოლდებოდა, არა თუ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას, რასაც შეიძლებოდა ლეტალური შედეგი გამოეწვია. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოძიება მიმდინარეობს ფასადურად, ქმნის ილუზორული ეფექტიანობის შთაბეჭდილებას, სინამდვილეში საკვანძო საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული, მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებული ან განადგურებულია
ასევე სტრატეგია საგამოძიებო საქმიანობის იმგვარად არის შედგენილი, რომ საბოლოოდ არ დადგეს ამსრულებელი და ბრძანების გამცემი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. სამწუხაროდ ეს უმოქმედობა ერთი მხრივ უთითებს იმაზე, რომ ყველა ორგანო კოორდინირებულად მუშაობს იმისთვის, რომ დამნაშავეები არ დაისაჯონ და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ გვაქვს და ინსტიტუტების უმეტესობა მიტაცებული არის. სახელმწიფოს უნდა ჩვენება იმის და სურდა ჩვენება იმის, რომ მე რასაც მინდა იმას ვიზაო და თქვენ საზოგადოება თქვენ ვერაფერს ვერ შეცვლით, ეს არის საზოგადოება მას უნდა და იმის შეიძლება რომ მე შემიძლია დავარღვიო კონსტიტუციური წესრიგი, შემიძლია და ჩავიდინო ყველა უგუნური დანაშაული რაც შეიძლება მომიდეს რომ ჩავიდინო და ამ პროცესში თუ ვინმე წინააღმდეგობას გამიწევს თუ ვინმე მზად იქნება იმისთვის რომ დაიცვას საქართველოს პრინციპში მათ შორის საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის ორბიტაზე შებრუნებისაგან ყველა ამ ადამიანს მე უხეშად რო ვთქვა გადაული ყველა იმ მეთოდით რაც შემხელშია მათ შორის ძალადობით და მე შემეძლება ეს გავაკეთო. თავარი სურვილი ვფიქრობ სახელმწიფოს იყო, რომ საზოგადოების გატეხვა როგორც ასეთი, რომ ჩაედინა მაქსიმალურად დიდი მასშტაბის ძალადობა, მაქსიმალურად ხილულად, რომ უბრალოდ ეს ადამიანები გაეტეხა, საზოგადოება გაეტეხა და ისინი დარჩენილიყვნენ სახლში. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ დარღვევის მასშტაბების გაანალიზებისთვის ერთად თავმოყრილი სრული ინფორმაციის ქონა, იმიტომ რომ საზოგადოებას უშუალოდ მსხვერპლებს, ყველას დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ფორმით დაირღვა ადამიანის უფლებები ამ პერიოდის განმავლობაში, რა დარღვევის მოდელები გამოიკვეთა, რა მასშტაბები ჰქონდა მას, ეს დოკუმენტი აერთიანებს ყველაფერ ამას და მისი გამოყენება სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს, მათ შორის შესაძლოა მსხვერპლებმა უშუალოდ გამოიყენონ მათ საქმეებზე შემდგომი დავისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თუ სხვა მექანიზმებში, ეს შესაძლოა გამოადგეს საგამოძიებო ორგანოებს იმისთვის, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით აწარმოონ შესაბამისი გამოძიება. ჩვენ შევეცადეთ, რომ დაინტერესებულ პირსაც გაუადვილდეს ერთ ადგილას, ერთ დოკუმენტში ნახოს ყველა იმ დარღვევის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში.